მოგესალმებით, მე გახლავართ თემურ ბუაძე, ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სოხალდელობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექციის თემაა სეკულარული თეორიები ადამიანის არსის შესახებ. მე ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენი ლექციის მთავარი თემებია სოხალდელობა და იდეოლოგიები. ყველა სოხალდელობის უმთავრესი საგანია ადამიანის დამოკიდებულება ღმერთისადმი, სამყაროსადმი და ადამიანებისადმი. ხედვა ადამიანისა ბუნებრივია, რომ ადამიანი ყველა სოხალდელობის და იდეოლოგიის ცენტრია. ამიტომ არაფერი არ შეიძლება იმაზე საინტერესო განიხილო, როგორი კონცეფციები არსებობს ადამიანის არსის, მისი დანიშნულების შესახებ. მე რაზე მინდა უფრო ვისაუბრო. ძირითადი ელემენტებია, ძირითადი პუნქტები, რომელსაც შეიცავს ყველა იდეოლოგია ადამიანის შესახებ და მომავალშიც რა იდეოლოგიები შეიქმნება, როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს ისინი, ყოველთვის იარსებებს ეს ელემენტები. შეიძლება შეიცვალოს მათი ექსპრესია, ტერმინოლოგია, მაგრამ არსობრივად აუცილებლად დარჩება. ეს ძალიან პრეტენზიული ამოცანაა, მაგრამ აი ჩვენ ლექციის სრულობიდან ნახავთ, რომ ასეთი ელემენტების გამოყოფა არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ გავიგოთ, რაში მდგომარეობს არსი, უნდა გავიხსენოთ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. ჩვენ ამას ხშირად ვიმეორებ. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა მადლისმიერი გახდომისათვის. წინააღმები ასეთ ტერმინს ხარობენ. ღმერთმა ადამიანი ქმნილ ღმერთად შექმნა. ანუ მადლისმიერად. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ეს თვითონ სიყვარულის ლოგიკაა. ჩვენ ადამიანებს, როდესაც ვიღაცა გვიყვარს, გვინდა რომ მას მივცეთ ყველაფერი საუკეთესო რაც შესაძლებელია. სიყვარულს ერთ და იგივე ლოგიკაა ადამიანის და ღმერთის შემთხვევაშიც. ღმერთს სურს, რომ ადამიანის მიეცა ისაც ყველა საუკეთესოა, მაგრამ ისაც ყველა საუკეთესოა ეს არის თავად ღმერთი. დრაკი ღმერთს არ შეუძლია თავისთავად გაიმეორეს. ადამიანი შექმნა იმ პოტენციით, რომ მადლისმიერი ღმერთი გამხდარიყო, ანუ ეცხოვრა როგორც ღმერთს. რას გულისხმობთ, მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ბევრ ადამიანს ყავს პატარა ცხოველი, ძაღლები ან კატა ძალიან უყვართ. თავზე ევლებიან. ოჯახის წევრათაც მიაჩნიათ. და ყიდულობენ მას, აი ეს ფსიქოლოგიური ფენომენია, რომ ყიდულობენ ამ ძაღლებს ადამიანის მიმსგავსებულ ტანსაცმელებს. რატომ ეს არ შეიძლება ერთ შეხედვით სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მაშინ ჟღავდება სიყვარულის ბუნება. ის რაც ადამიანს უყვარს, მას სურს ისე მოემსახუროს როგორც ადამიანს, როგორც ყველაზე საყვარელ არსებას. აი ღმერთთანაც ესეა. ძალიან ბედნიერი იქნებოდა ისეთი ადამიანი, ვისაც ცხოველი უყვარს, თქვა ძაღლი უყვარს და ძაღლი დაუждდეს ერთხელ გვერდზე და უთხრას, რომ მე ეს მუსიკა მოვისმინე, როგორ მომეწონა, ან რაღაცას წიგნი წავიკითხე და მასე დაუწყოს საუბარი. მაგრამ ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. სამაგეროდ ღმერთი ყოველად ძლიერია და ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება. ესე იგი ჩვენ ვრჩებით ადამიანად და ადამიანი იწყებს მოქმედებას, ცხოვრებას როგორც ღმერთი. ჩვენ სახარებიდან ხედავთ, რომ ღმერთი ამას მისი მორწმუნეებისაგან ითხოვს. აი პეტრე მოციქულს ეუბნება, ეძახის მცირედ მორწმუნე ხარ, იმიტომ რომ შენ ვერ შეძელი წყალზე გაიარო. მართამს და მარიამს ამხილებს მცირედ მორწმუნეობაში, იმიტომ რომ მათ არ ჯერათ, რომ მათი ძმა, რომელიც მკვდარია 4 დღის და ყარს, ის მკვდრით აღდგება. როდესაც ვინმეს განკურნავს, იესო ქრისტე ეუბნება, რომ შენმა რწმენამ გადაგარჩინა. აქედან რა ჩანს აი ამ ადგილებიდან, რომ ღმერთი ითხოვს ადამიანისაგან იცხოვროს როგორც ღმერთმა. და წმინდანები ამის მაგალითებია. ყველა საუკეთესო მაგალითი ამის არის ღვთისმშობელი. ღვთისმშობელი ადამიანია და ჩვენ მას ვთხოვთ შეგვეწიენ და გვაცხოვნეთ ჩვენ. ანუ მიმართავთ ის როგორც ღმერთს შეეფერება. წმინდანები წინასწარმეტყველებენ, მკვდრებს აღადგებენ, კურნავენ, ანუ ცხოვრობენ როგორც ღმერთი, მაგრამ არიან ადამიანები. აი ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. იმისათვის რომ ადამიანი ასეთი გამხდარიყო, მადლისმიერი ღმერთი გამხდარიყო, ადამიანში ჩადო მის გულში, მის არსებაში ჩადო მისწრაფებები ღმერთისაგან, ჩვენი სულიერი ძალები მიმართული იყო ღმერთისაკენ. მაგრამ როდესაც ადამიანი დაეცა, აი ეს სულიერი ძალები მიემართა მიწისაკენ. ღმერთისაკენ კი აღარა მიმართული, არამედ მიწისაკენ და ასე აი ეს სულიერი ძალები გადაიქცა ნებებად. და ეს ნებები ბატონობს ადამიანს. ჩვენი აზრი რომ გასაგები გახდეს, გავიხსენოთ, ადრე ჩვენ თქვით, რომ პლატონური კონცეფციის მიხედვით სული შედგება 3 ძალისაგან, რომელსაც ქრისტიანობაც იზიარებს. აი რომ გავიგოთ, რაში მდგომარეობს ვნების არსი, როგორ მოქმედებს ის ადამიანს და რომელია ეს ძირითადი ვნებები, გავიხსენოთ ეს კონცეფცია. ქრისტიანობა რას ამბობს? აი ეს ვნება, რომელიც მოქმედებს ჩვენზე,
ბატონო ჩვენს გულზე ის უკვე გონებას არ ემორჩილება, ნება ზუსტად ამას ნიშნავს. ნება ნიშნავს ისე ძლიერ გზნობას, რომელიც აღარ ემორჩილება გონებას. ძალიან ძლიერი. მაგრამ ნება ქართულად ნიშნავს არა მარტო ძლიერ გზნობას, არამედ ნიშნავს ტკივილსაც. აი ქართველი კაცის ინტუიცია და გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს ნებები განიჭებენ ტკივილსაც, ბატონობენ ჩვენზე და იმის მაგივრად რომ მარადიული დატრებისთვის გეცხოვრათ, ცხოვრობთ ტანჯვისათვის. მაგრამ თავს ვერ ვითავისუფლებთ, იმიტომ რომ ეს ნება გონებას აღარ ემორჩილება. ადამიანის ბუნება როგორია? ის რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, იმას აღმერთეს, აჩვენ როდესაც მღვდელს აკურთხებენ, ხშირად გვესმის აქსიოს ქართულად ნიშნავს ღირს. ადამიანი აქსიოლოგიური არსებაა, მას ფასეულობების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ის ფასეულობა, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის თავს, თავის ცხოვრებას მასთან აიგიოს. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ ნებებზე ვისაუბროთ და რომელი ვნებაა ყველაზე თავად. ჩვენ მაშინ თქვით ადრე, როდესაც პლატონისეულ კონცეფციაზე საუბრობდით, რომ სული შედგება სამი ძალისაგან, ეს არის გონება, ეს არის ენერგეტიკული ნაწილი, ნებელობა და არის აპეტიტური ნაწილი, სულისა, რითაც სიამოვნებას განიცდის. ეს სამი ძალაა. და თქვით, რომ სანამ ადამი დაეცემოდა, მანამდე იერარქია არსებობდა ამის, ანუ გონება იმეცნებდა ღმერთს, ეძებდა ღმერთის ნებას, მისი ნებელობა, ანუ ენერგეტიკული ტიმოთური ნაწილი ემორჩილებოდა ამ გონებას და სულის აპეტიტური ნაწილი, ანუ სიამოვნების ნაწილი იღებდა ნეტარებას მხოლოდ ღვთის ნების მორჩილებაში. აი ღმერთმა ადამიანის თქვით მაშინ რომ 60-ში ამისთვის მოათავსა. მაგრამ როდესაც თოდვის დაცემა მოხდა, ეს იერარქია დაირღვა. ეს სამი ძალა ღმერთისაგან კი აღარა მიმართული, არამედ ღმერთისაგან დამოუკიდებლად ეგოისტურ მიზნებს და იწყებს მსახურებას. აი წარმოიდგინეთ ადამიანი, ეხლა მისი აპეტიტური ნაწილი ეძებს სიამოვნებას, მხოლოდ და მხოლოდ თავის თავში. არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომელიც ცხოვრობს სიამოვნებისადმი. ის გონებას კი აღარ ემორჩილება, გონებას იყენებს იმისას, რომ სხვადასხვა ტიპის სიამოვნებები რაც შეიძლება მაქსიმალურად მიიღოს. კირკეგორი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სიამოვნებისადმი ცხოვრობენ, სიამოვნების მონები არიან, ერთმანეთს გვანან და მათ ესთეტიკურ ადამიანებს ეძახის, რატომ ისინი განსხვავდებიან იმისაგან, რომ მათი გემოვნება არის განსხვავებული. ზოგი ძალიან დიდ სიამოვნებას პაულობს ლამას ქალში, ზოგი ღვინოში, ზოგი სიმდიდრეში, ზოგი თქვათ მუსიკაში, ზოგი მხატვრობაში და ასე შემდეგ. ეს ადამიანები განსხვავდებიან ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არსობრივად ერთდაიგივე, იმიტომ რომ მათი ცხოვრების მთავარი დრაივი არის ნება მაქსიმალურად მიღება სიამოვნებისა. ეს არის სიამოვნების მიღების ნება ერთი. მეორე ტიპის ნება როგორია? მეორე ტიპის ნება, აი ნებელობა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ამბიციური ნაწილი სულის, არიცად ჩვენ სხვას ვეჯიბრებით. რაც გვაძლევს ენერგიას, რომ რაღაც მიზანს მივახციოთ. როდესაც ნებელობა აღარ ემორჩილება გონებას და მასზე იწყებს ბატონობას, ეს ხდება ამბიციური ძალა, ამპარტანული ძალა, რომელიც ზეჯიბრება სხვას და უნდა ყველაზე კარგი იყოს. აი ჩვენ ცხოვრებაში გვინახავს, აი კარიერისტები რომ არიან, ისეთი ადამიანები, რომელსაც მთელი ცხოვრება კარიერის გაკეთებაზე ფიქრობენ და ეს ნება მათში დომინანტურია. აი ცეზარის ბიოგრაფიიდან იცოდნენ, რომ როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო, ამბიციური იყო, ყოველთვის კარიერის გაკეთებას ცდილობდა, როდესაც გაიგო, რომ პომპეუსმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, შურისაგან კრუნჩხვები დაეწყო ეპილეფსია. ძალიან ძლიერი იყო მასში ეს ნება. ჩვენ ტელევიზორსაც რო უყურებთ, უამრავ ადამიანს ხედავთ, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ კაცს ნება გააჩნია. მისთვის ყველაზე ძვირფასი არის ამპარტავნება, წარმატებას მიაღწიოს და ყველას აჯობოს. ეს მეორე ტიპის ნება, რომელიც ჩდება მაშინ, როდესაც როგორც გითხარით, ნებელობა ღმერთისაგან კი არა მიმართული, არამედ მიწისაგან. ადამიანის ეგოისტურ მიზნებს ემსახურება. რაში გადაგვარდება გონიერი ძალა? გონიერი ძალა გადაგვარდება სიხარბეში. ბევრს ძალიან უკვის მე რომ ლექციას ვკითხულობ, ხშირად სერლები მეუბნებიან, რომ სიხარბე ნებელობის გადახრის დამახინჯების შედეგია და არა გონების, ეს არ არის სწორი. მამებიც ამბობენ, რომ სიხარბე გონიერი ძალის დეზორიენტაციის შედეგია. აი მართლაც დიდი მწერლები ამას ლაპარაკობენ და თქვენ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარს, თქვათ, სიმდიდრე ქონება, შეუძლია მთელი ცხოვრება თივის ზვინზე გაატაროს. აი ბალზაკი ამბობდა ამას, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც გამდიდრების მიზეზით შეიძლება მთელი ცხოვრება უკიდურეს სიხატაკეში გაატაროს. შენ ხო ვიცით ასეთი მაგალითები, აი გობსეკი, ბალზაკი, ან ჩიჩიკოვი ლიტერატურიდან. ეს ადამიანები ოცნებენ სიმდიდრეზე, მაგრამ მთელ ცხოვრებას საშინელ სიხატაკეში ატარებენ. ან ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ამ ქვეყანას ძალაუფლება უყვარს, მთელი ცხოვრება ვიღაცას ელაკუცება.
და ემონება, რათა მისგან მიიღოს შემდეგ ძალაუფლება. ესეთი პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ლოგიკა ესე. სიხარბე არის გონიერი ძალის გადახრის შედეგი. როდესაც ადამიანის გონება ეძიებს არა ჭეშმარიტებას მიდის ღვთისაკენ, არამედ ეძიებს გზებს, როგორ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სულის დაბალი ძალების მოთხოვნები. აი, თუ კი ადამიანს უყვარს სიამონება, გონება გადართულია მთლიანად, როგორ მიიღოს მაქსიმალურად სიამონება, როგორ დატკბეს, ან თუ უყვარს ძალაუფლება, როგორ მიაღწიოს ძალაუფლებას და შეინარჩუნოს. ჩვენს გულში ვხედავთ, თუ რაღაც სიამონება გვიყვარს, ვერასოდეს ვერ ვძღებით იმით. ანუ გონებას ვაიძულებთ, რომ გამუდმებით ეძებოს ახალ-ახალი გზები მის დასაკმაყოფილებად. ჩვენ რას ვხედავთ ახლა? რომ ადამიანში იბადება სამი ძირითადი ვნება, ეს არის სიხარბე, ამპარტავნება და სიამოვნებისაკენ სწრაფვა დაუმორჩილებელი ვნებებია. მხატვრებმა იციან, რომ ყველა ფერი შეიძლება მიამსგავსო რაღაც რამდენიმე ფერის კომბინაციით, 3 თუ 4-ით, აი ტელევიზორებიც ამ პრინციპითაა. იქ ფაქტიურად 3 ფერია და სხვადასხვა კომბინაციით თუ შეურევ ამ 3 ძირითად ფერს მიიღებ ყველა ფერს. ნებების შემთხვევაშიც ასეა. ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგს ერთი ნება მოსწონს, ზოგს მეორე და ემორჩილება მას, მაგრამ ძირითადი ეს არის 3 ვნება. ზოგიერთი მამა ლაპარაკობს 7-8, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, არის 7-8 ვნებაც არის კომბინაცია სხვადასხვა პროპორციით აი ამ 3 ძირითადი ვნებისა და ჩვენ ვთქვით ამას რატომ აქვს ახლა მნიშვნელობა. ჩვენ რა ვთქვით, რომ აი ეს ვნებების თვისება რა არის, ის გონებას აღარ ემორჩილება. ქრისტიანობა რას ლაპარაკობს? როგორც გითხარით, ღმერთმა შექმნა ადამიანი გაღვთობისათვის. მაგრამ ამ გაღვთობას უნდა მიაღწიოს ღმერთთან მიმსგავსების, ღმერთის შემეცნებით. სად იმეცნებს ადამიანი ღმერთს თავის გულში? ადამიანი არის ქმნილი ღმერთი, რომელიც დანიშნულება აყვარდეს და შეიმეცნოს ღმერთი, მაგრამ ამ ღმერთს ის იმეცნებს საკუთარ გულში. გული არის სარკე, სადაც ადამიანი ღმერთს ხედავს, ამ ღმერთში ხედავს იდეალურ ადამიანს. ქრისტიანული ცხოვრების დანიშნულებაა მიემსგავსო ღმერთს. ანუ ღმერთი ეს არის სტანდარტი, იდეალი, რომლისკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. ჩვენ მოწოდებული ვართ რათა ღმერთს, იესო ქრისტეს და მის წმინდანებს ვიბაძოთ, მაგრამ როგორ ხდება ეს? ადამიანმა გული უნდა განიწმინდეს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ღმერთის ხილვა შეიძლება, ეს არის წმინდა გული. და გული იწმინდება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ნებების წინააღმდეგ ბრძოლას. ნამდვილი ქრისტიანობა დაიყვანება არა რიტუალებზე, არა ლოცვებზე, ეკლესიაში დარუზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მაგრამ ესენი საშუალებებია. ნამდვილი ქრისტიანობა იწყება, აი პავლე მოციქული ლაპარაკობს მას შემდეგ, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი ნებების წინააღმდეგ ბრძოლას. აი ეს არის ქრისტიანობის დასაწყისი. სინანული ნიშნავს უბრალოდ ამას, რომ აღარ გინდა ძველებურად იცხოვრა, თავმდაბლობა ნიშნავს რას, რომ ადამიანმა იცის, რომ აი ნებების მონაა და ღმერთის შეწონის გარეშე არ შეუძლია აი ნებისგან განთავისუფლება. წარმოვიდგინოთ ახლა სეკულარული სივრცე. როდესაც ადამიანებს ღმერთი არ წამს და ჭკვიანები არიან. გულწრფელნი და ჭკვიანი ინტროსპექტული ადამიანები. ისინი არ ფიქრობენ, რომ ნებებს უნდა ებრძოლო. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ ნებების მიდევნება არის სწორი. იყო ესე ძალიან გავლენიანი ფილოსოფოსია იუმი და ლაპარაკობდა ესეთ რაღაც. აი წარმოვიდგინეთ, ადამიანს უყვარს ჭადრაკი. მას შეუძლია მთელი დღეები ჭადრაკის თამაში გაატაროს და არ დაიღალოს. მაგრამ მას თუ მოთხოვ, რომ მთელი დღეები ფიზიკის ლექციებს უსვინოს, თუ ფიზიკა არ უყვარს, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცევა. ამიტომ ჩვენი მიზანიო, ჩვენი ცხოვრების მიზანი რა არის? აღმოაჩინოთ ის, რაც გვიყვარს და მაქსიმალურად მივსდიოთ მას. მაგრამ როდესაც ადამიანი განუწვენდავი გული აქვს, მას ეს ნებები მოსწონს. რა ხდება ამ დროს? რა გითხარით, რომ ადამიანი აქსიოლოგიური არსება, ის რაც ყველაზე მეტად უყვარს, იმას აღმერთებს. წარმართობა ეს არ არის, წარმართობა ეს არის ქმნილების გახმერთება. ჩვენ თუ ბერძნულ რელიგიასთან, თუ და სხვა ხალხების წარმართულ რელიგიას ნახავთ, იქ გახმერთებულია ადამიანური სიამოვნები და უნარები. აფროდიტე იქნება, ეს ჰერმესი იქნება თუ სხვა. აღმერთებს ადამიანურ მისწრაფებებს და სიამოვნებებს, ადამიანურ უნარებს. ადამიანი იწყებს აი ამ ნებებით ცხოვრებას და გაიგივებას საკუთარი ცხოვრების საზრის ხედავს ამ ნებების დაკმაყოფილებაში. ესე მეორე რა არის მეორე თვისება? მეორე თვისება არის ის, რომ რა ვნებაც ადამიანში ცხოვრობს, გონია რომ ყველა სხვაშიც ისა. ჩვენ ვახსენეთ წერალი ბალზაკი, ტოლსტოი იქნება, ჩეხოვი იქნება თუ სხვა, ყველა ისინი ერთნაირად ლაპარაკობენ. მეძავი ადამიანი ყველაში მეძავს ხედავს, ძუნწი ყველაში ძუნს. რატომაა ესე? იმიტომ ჩვენ გულში, როცა შენ იცი, რომ შენი ცხოვრების თავარი მოტივი, თავარი დრაივი, ეს არის თქვა, ან პარტავნება, ან სიძვა,
ან ფულის სიხარბე ასე შემდეგ, სხვა ადამიანებშიცაც იწყებ აი ამ მოტივების ხედავს, ისინი არსებობს თუ არა. ეს ზოგადი ფსიქოლოგიური ფენომენია. ანუ ასეთი ნებით შეპყრობილი ადამიანი ყველაში ხედავს ნებს, თან გულწრფელია, თავის გულში იხედება და ხედავს, რომ ის ცხოვრება ამ ნების სახურებაშია. და კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მაგალითი რომ მოვიყვანოთ. წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხოვრობს კუნძულზე, სადაც კუზიანები ცხოვრობენ და კოჭლები თქვა. და თვითონაც კუზიანი და კოჭლია. სხვა არავინ არ უნახავს. მე ნორმალური ადამიანი რო დაინახავს, რომელიც არ არის კუზიანი და კოჭლი, იმაზე ფიქრებს, რომ ეს არა ნორმალურია. იმიტომ განსხვავდება იმ ხალხისაგან, რომელსაც თელი ცხოვრება ხედავდა. აი ეს ეფექტია. ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, ემონებიან ნებებს და ფიქრობენ, რომ ეს ნებები ცხოვრება სწორია, აიგივებენ ჩვენი ცხოვრების არს აი ამ ნებების სახურებაში. და საქმე რაშია? ეს სამი ნება ყველა ადამიანში. რატომ? იმიტომ ეს ანთროპოლოგიური ფენომენია და რა idеოლოგიური. ჩვენ თქვით, რომ ეს ზოგადი ჭეშმარიტება, რომელიც ერთნაირად ამტკიცებს ქრისტიანობა და პლატონი და უამრავი ფილოსოფოსი, როგორც გითხარით, ჩვენ სულში სამი ძალა, ეს სამი ძალა, ცოდის დაცემის შემდეგ ეს სამი ძალა ვლინდება ამ სამ ნებაში. მაგრამ ეს ყველა ადამიანში ესია, ჩვენ ყველანი დაცემულები ვართ, ხოლო წმინდანები ემძვიან ამ ნებებს, ჩვეულებრივი ადამიანების ეს ნებები ცხოვრობს. ამიტომ ადამიანები თვლიან, რომ მათი ცხოვრების აზრისი არის აი ამ ნებებისა მიდევნება. ასე წარმოიშვა აგერ წოდებული ეჭვის ფილოსოფია და მისი სამი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი მიმდევარი, რომელზეც ჩვენ ახლა გვინდა ვისაუბროთ. ეს სამი გავლენიანი ფილოსოფოსი გახლავთ მარქსი, ფროიდი და ნიშე. მე იმას არ ვამბობ, რომ ეს სამი ფილოსოფოსი ყველაზე დიდია, მაგრამ ყველაზე გავლენიანები არ არის. ეს არ არის ჩემი აზრი. თანამედროვე ეპოქის მართლაც აი ყველა წამყვანი ფილოსოფოსები, რომლებიც იყვნენ აი ფუკო, დერიდა, დელუზი, ონფრეი, ლაკანი და სხვები, ისინი ერთხმად აღიარებდნენ, რომ აი ეს სამი ფილოსოფოსი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსია თანამედროვე ეპოქის. ყველა ცდილობს მას მიემსგავსოს და მისგან რაღაც ელემენტები აიღოს. ზოგი ფიქრობს, რომ მარქსის მიმდევარია, ზოგი ფროიდი, ზოგი ნიშეში და ასე შემდეგ. მათ გავლენა აქვს არა მარტო ფილოსოფიურ წრეებში, არამედ ლიტერატურაში და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალური ძალა თანამედროვე სამყაროში. რატომაა ეს? იმიტომ მიაგნეს, რასაც წმინდა მამები ლაპარაკობენ იმას. დიაგნოზი დასვეს სწორად. რას ნიშნავს ეჭვის ფილოსოფია? ეს ლათინური სიტყვა მოდის და ქვემოდან ყურებას ნიშნავს. ეჭვი როდის იბადება რაღაც შენობას ხედავ და ქვემოდან უყურებ და ხედავ, რომ ეს შენობა დამპალია და შეიძლება დაინგრეს მან. საძირკველი გამოცდილება. აი ასე თქვეს, აი ამ ეჭვის ფილოსოფოსებმა თქვეს, ადრეული წარმოდგენა ადამიანზე არასწორი იყო. რას გულისხმობენ ამაში? აი თუ ჩვენ ნახავთ ბერძნულ ფილოსოფიას, რომელიც ადამიანზე ლაპარაკობს, წარმოუდგენია, რომ ადამიანი გონებით ცხოვრობს. აი პლატონს და სოკრატეს ეგონათ, რომ თუ შენ ადამიანს ასწავლი რა არის სწორი ფილოსოფია, როგორ უნდა მიაქციოს ბედნიერებას, აი ძველი ანტიკური ფილოსოფია სათნოებზე იყო ორიენტირებული, მაშინ ეს ადამიანი დაიწყებს სწორად ცხოვრებას. ამიტომ იყო, რომ აი სოკრატე დადიოდა აგორა ნიშნავს ბაზარს ძველ ბერძნულად და იქ დადიოდნენ ადამიანები. და სულ რაღაცებს ყიდულობდნენ, როგორც ჩვენთან კონსუმაციური საზოგადოება, ასეთი იყო ანტიკურ ეპოქაშიც და სულ აგორაზე დადიოდნენ. სოკრატე დახვდებოდა და ელაპარაკებოდა, თქვენ ეძებთ სინამდვილეში ბედნიერებას. და გონიათ, რომ ბედნიერები არ ახართ, იმიტომ რაღაცა გაკლიათ და სულ რაღაცის შეძენა ცდილობთ, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდებით ასე ბედნიერი. ბედნიერი გახდებით მაშინ თუ დაიწყებს სათნო ცხოვრებას. ანუ უწყებდა რა არის ნამდვილი სათნოება ფილოსოფიას, ასწავლიდა და ფიქრობდა ასე, რომ გახდებოდნენ ეს ადამიანები მერე სათნოები, მაგრამ აი ეს სამი ფილოსოფოსი ლაპარაკობს, ეს არის ძალიან მიამიტური შეხედულება. ადამიანები გონებით არ ცხოვრობენ, გონებით კი არ ცხოვრობენ, ჩვენში მოქმედებს ფეცნობიერი, ირაციონალური ძალები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, გონებას ჩვენ ვიყენებთ რა წინამძღოლობისთვის, არამედ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, წყალებში გააправოს ის, რაც ჩვენ გვინდა და ეს ნებები, რაც ჩვენს გულზე მოქმედებს და მიგვითიცოს გზები მაი ამ სრულების მისაღწევად. ამის საილუსტრაციოდ მოყავთ მაგალითი ფუტკრების და ჭიანჭველების. თქვენ თუ გინახავთ Smart Animals, ეს სერიებია National Geography-ში, ხო? აი სადაც გველაპარაკებიან ფუტკრების და თქვა ჭიანჭველების ცხოვრებაზე. აღმოჩნდა საოცრად ორგანიზებული სოციალური ცხოვრება აქვს. აი ჭიანჭველების რაღაც ზოგი ექიმია, ზოგი მეომარია, რომელსაც ტყვეები მოყავს, ისინი მუშაობენ, ზოგი ჭიანჭველები მიჩენილია იმისთვის, რომ ბავშვებს უყუროს, ან საკვები მოიპოვოს, ან დაიცვას და ასე შემდეგ. ფუტკრებით საოცარი ჭკუით ორგანიზებული წერებია, ხო? მაგრამ
ძალიან სისულელე იქნებოდა გვეფიქრა, რომ ისინი შეიკრიბნენ, შეთანხმდნენ და გადაანაწილეს სოციალური პასუხისმგებლობა და ფუნქციები. დაწერეს ახლა კონსტიტუცია, ვის რა უნდა გაეკეთებინა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. აი ეს ფილოსოფოსები, ეჭვის ფილოსოფოსებიც ლაპარაკობენ, რომ ადამიანის შემთხვევაშიც იგივეა. ჩვენ ილუზიაში გვაგდებს რა, გონია რომ რა კი ადამიანები მეტყველი არსებები არიან და თავიანთ გეგმებს უზიარებენ ერთმანეთს, გონიათ რომ ჩვენ ცხოვრობთ გონების კარნახით, მაგრამ ეს ესე არაა. ჩვენში ბატონობს ძალები, რომლებიც გონებას აღემატება. ეს არის ირაციონალური ქვეცნობიერი ძალები. აი ამაში არიან დარწმუნებული. ეხლა ჩვენ რა ვთქვით? რომ ეს ძირითადი ძალა რა არის? ეს არის სიხარბე, ეს არის სხვაზე გაბატონების, ამპარტავნება სხვაზე ბატონობის სურვილი და ეს არის სიამოვნებისაკენ სწრაფვა. აი ეს არის სამი ძირითადი ნება. ამიტომ თუ დაიბადებოდა ფილოსოფოსი, რომელიც გულწრფელია, ამდულად აინტერესებს რა არის მისი ცხოვრების თავარი დრაივი და დაწერდა ამაზე ინტროსპექტულია, გონება და ენა უჭრის, ჩამოაყალიბებდა ფილოსოფიას, რომელიც იქნებოდა ყველაზე გავლენიანი. რატომ? იმიტომ, კიდევ მეორე, ჭეშმარიტებას ლაპარაკობენ, რომ ადამიანის გულს არავინ არ იცნობს წმინდანების მსგავსად. და წმინდანები ზუსტად იგივეს ლაპარაკობენ, რომ ეს სამი ნება არის თავი. ოღონდ განსხვავდებიან წმინდანები ამ ადამიანებისგან, იმით რომ წმინდანი ებრძვის აი ამ ნებას, ფიქრობს, რომ ჩემი ნამდვილი ცხოვრება, ქრისტიანობა იწყება მას შემდეგ, რაც ამ ნებებს აღმოვაჩენდა. ვებრძვი, აი ეს ფილოსოფოსები კი ფიქრობენ, რომ პირიქით, აი ამას უნდა მივზდიოთ. რა არის ქრისტიანული ასკეტიკა? ზუსტად ამას არ ნიშნავს. ადამიანები რატომ მიდიან მონასტრებში ან უდაბნოებში? რათა ზუსტად აი ეს დაინახონ თავიანთ გულში, რომელია მთავარი ნება. როდესაც ჩვენ ხალხმრავალ გარემოში ვცხოვრობთ, ეს ამბიციური მიზნები გვაქვს, ვერ ვაკვირდებით საკუთარ სულს, რომელი ნება ბატონობს ყველაზე მეტად ჩვენთან. ზოგში სიხარბე, ზოგში ეს სიამოვნება, ზოგში ამპარტავნება. აი ასკეტი მამები ზუსტად ამას აკვირდებიან, რომელია მათ გულში ყველაზე ძლიერი ნება და იმას უწყებენ ბრძოლას. ნების თვისება რა არის? რაც უფრო შეებრძოლებით, მით უფრო სუსტება. აი წარმოიდგინეთ, ადამიანს სიგარეტის ნება აქვს და გამუდმებით უნდა. რამდენჯერაც ეტყვი უარს შენს გულს, შენს სურვილს, რომ სიგარეტი მოწიო, მით უფრო სუსტება. ეს არის ერთადერთი გზა დაანებო თავი დაეხსნა, რომელიმე ნებისაგან მთელი ასკეტიკის შინაარსი ესაა. მაგრამ როგორც გითხარით, ეს სხვა ფილოსოფოსებს არ ესის პირიქით ისინი ლაპარაკობენ, რომ აი ეს არის განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების არსს და ასეც უნდა იყოს. გითხარით ეს სამი ფილოსოფოსი როგორ ჩამოყალიბდა ეს? აი დავიწყოთ ნიცშეთი. როგორც გითხარით, ნიცშე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსია, ძალიან უყვართ როგორც ფილოსოფოსებს, ასე ლიტერატურაში მწერლებს და ასე შემდეგ. ჩვენ ბევრი რამ ვიცით ნიცშეს ბავშვობის შესახებ, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ადრე, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და ძალიან ადრე დაიწყო ავტობიოგრაფიების წერა. როდესაც 15 წლის იყო, უკვე 3 ავტობიოგრაფია ჰქონდა დაწერილი, ბავშვური დაწერილი, მაგრამ თავის თავზე კონცენტრირებული კაცი იყო და აკვირდებოდა თავის თავზე. რას ვიგებთ აი ამ ავტობიოგრაფიებიდან, რომ ძალიან ამბიციური იყო პატარა ბავშვობიდან. ხან იესო ქრისტე უნდა გამხდარიყო, ხან ფრიდრიხ დიდი, ხან ნაპოლეონი, ხან კარლოს დიდი, ცეზარი, იმპერატორი ან გენერალი ან ასე შემდეგ. აი ეს პატარა ბავშვობიდან ჰქონდა ეს ამბიცია. და როდესაც თავის თავს უყურებდა, ხედავდა, რომ რასაც ვაკეთებდი მე ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მთავარი დრაივი ეს იყო ყოფილიყავი სხვაზე აღმატებული და სხვაზე გამეფებული იყო. რომ ჩემი ცხოვრებისეული ვიტალური ძალა მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა სვის ხარჯზე და ფიქრობს გულწრფელად, რომ ეს ყველაზე ბუნებრივი რამაა. ადამიანი არის ბუნების ნაწილი. ეხლა მე რომ ამას ნიცშეზე ვლაპარაკობ, ის ძალიან ლოგიკურია, ყველა ეს შეცდომა ლოგიკურია, მაგრამ მე იმას ვლაპარაკობ, რომ ეს სწორია. რა თქმა უნდა, არასწორია ქრისტიანული თვალსაზრისით და ქრისტიანობა ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ შეცდომას თავისი ლოგიკა გააჩნია, იმიტომაა ნიცშე გავლენიანი, რომ თავისი ლოგიკა აქვს. ესე ნიცშე ლაპარაკობს, ადამიანის ბუნების ნაწილია, ბუნებაში ჩვენ ხედავთ, რომ ეს პრინციპი ბატონობს. აი ნახეთ მცენარეთა სამეფოში, ბუნება. აი თქვენ წახვიდით ჯუნგლებში. მცენარეს სიცოცხლეში სჭირდება მზე. და იმისათვის, რომ მზის სხივი დაეცეს, მცენარეს ის ძალიან მაღალი უნდა გაიზარდოს, ჯუნგლებში ეს პრინციპია, დიდი მაღალი ხეები იზრდება. ის ვინც ვერ იზრდება ასე, ის დაჭრილი იქნება და ვერ გაიხარებს. ან ცხოველთა სამყაროში ნახეთ. აი თქვა ავიღოთ ლომები ან მგლები. ის ლომი, რომელიც სხვაზე ძლიერია, უფრო ნადირობს და იჭერს სხვერპს, ხომ? ამიტომ ჭამს და ძლიერდება, რომელიც უფრო სუსტია, ის ვეღარ უძლებს აი კონკურენციას და კვდება. ადამიანებიც ესე არიანო. იმარჯვებს ის, რომლის ვიტალური ძალა ყველაზე ძლიერია. ჩვენ მთელი დრაივი, მთელი კულტურა, მთელი რელიგია, ყველაფერი აქედან მოდის ლაპარაკობს. ეს რომ ჩვენთვის ბუნებრივია, ნიცშე ლაპარაკობს. ჩანს იქიდან დააკვირდით პატარა ბავშვებს, მანამდე სანამ მის მშობლები მას აღზრდით და ამახინჯებენ. აი პატარა ბავშვისთვის არსებობს ორი ტერმინი, ეს არის კარგი და ცუდი.
კარგს ეძახის იმას, რაც ხელს უწყობს, რომ ითამაშოს. ისაც ანიჭებს დაცულობას, სიმშვიდეს, სადაც ავლენს თავის სურვილებს, უნარებს ამ შემდეგ. ცუდი არის პირიქით ის, რაც ხელს უშლის. პატარა ბავშვმა არ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, მანამდე სანამ ამაზე ჩიჩის არ დაუწყებენ მისი მშობლები. მისთვის ბუნებრივია იცოდეს კარგი და ცუდი, როგორც გითხარით, სადაც თამაშობს, სადაც ერთობა, სადაც მის ბუნებრივ ძალებს თავისუფლად ავლენს, ამბიციებს, იმას ეძახის კარგს. ნიჩე ლაპარაკობდა, რომ მე რო სწორია, მარტო დასაწყისში მხოლოდ ეს არსებობდა. არსებობდა გაგება რა არის კარგი, რა არის ცუდი. კარგი იყო ძლიერი, წარმატებული, ცუდი იყო წარუმატებელი, სუსტი. თუ მე მართალი ვარო, ყველა ენაში უნდა იპოვოს ამან გამოხატულება. ესე რას გულისხმობდა, რომ კარგს და ცუდს ყოველთვის ექნება სოციალური კონოტაციაო. უთრა ასე უყურებენ ადამიანები. ნიჩემ არ იცოდა ქართული. ქართულ ენაში ასე არის. აი ჩვენ დავაკვირდეთ, როგორ ახასიათებს ადამიანი ქართული კაცი იმას, რაც კარგია. ამაღლებული, დიდებული, კეთილშობილი ეს ამბობს. ის რაც ცუდია, ლაპარაკობს უგვანო, უჯიშო, დაბალი. ხედავთ? აი კარგის და ცუდის დახასიათებისას ქართველი კაციც იყენებს აი ამ სოციალურ კონოტაციას. რატომ ამბობს ნიჩე? იმიტომ რომ აძლე მხოლოდ ეს კრიტერიუმი არსებობდა. ის მოქმედებდა ყველგან. აი ნახეთ ძველი ბერძნული ლიტერატურა. ვის განადიდებს ძველი ბერძნული ლიტერატურა და ტრაგედიები? მეფეებს და გმირებს. ისინი ვინ ძლიერები, წარმატებულები, ღმერთისგან კურთხეულები არიან. ყველგან ეს. კიდე რა ფენომენი არსებობს? ადამიანები, რომლებიც მორწმუნეები არ არიან, მათთვის რელიგია უბრალოდ კულტურის ნაწილია და მეტი არაფერი. აი, ალბათ თქვენ შეგიმჩნევიათ. ადამიანები, რომლებიც არ არიან მორწმუნეები, სვეტი ცხოველს მიიჩნევენ უბრალოდ კულტურის ძეგლად. მე იმას არ ვარყოფ, რომ ჩვენი მემკვიდრეობის უზარმაზარი კულტურის ძეგლია სვეტი ცხოველი, მაგრამ მისი არსი ამაზე არ დაიყვანება. სვეტი ცხოველი არა უგია მის ამშენებელს იმისთვის, ან გელათი არა უგია დავით აღმაშენებელს იმისთვის, რომ ის დაუკუნეების შემდეგ კულტურის ძეგლი ყოფილიყო, მიჩნეული. არა, ის იყო ღვთისმსახლი, სადაც ადამიანები ღვთეს ხვდებიან. ტაძარია, ხო? ქრისტიანი არ უარყოფს იმას, რომ გელათი და სვეტი ცხოველი კულტურული მემკვიდრეობის უზარმაზარი ძეგლია, მაგრამ იცის, რომ სვეტი ცხოველი და გელათი უფრო მეტია ვიდრე კულტურის ძეგლი. სეკულარულ სივრცეში ადამიანი რომელსაც ურწმუნა ამას ვერ არჩევს. ამიტომ მიაჩნია, რომ რელიგია უბრალოდ კულტურის ნაწილია. ამ ლოგიკით ნიჩეც ლაპარაკობს. თუ კი ყველაფერი აი ამ პრინციპიდან მოდის, სხვაზე გაბატონების სურვილიდან, მაშინ რელიგიაც იგივე უნდა იყოს. და მაგალითი მოყავს ბერძნების, აი დააკვირდით ბერძნულ პანთეონს. ვინ არიან ბერძენი ღმერთები? ზევსი იქნება ეს, არესი, თუ სხვა ესენი არიან ძლიერი მეომრებს გვანან. მეომრები ვით არიან. ყვებიან თავიანთ გამარჯვებებზე, უყვართ ქალები. აი ქალღმერთები ხო, აფროდიტე იქნება ეს სხვა. და დაცინიან ვის? ერთადერთ ღმერთს, რომელიც ფიზიკურად შრომობს. და კოჭლია, ეს არის ჰეფესტო. აი ეს კრიტერიუმი მეომარი ხალხის კულტი, ძლიერი ხალხის კულტი აისახა ბერძნულ და რომაულ რელიგიაში. ნიჩე. აკე თვითონაც ესეთი იყო. გულწრფელი კაცი იყო და ნიჭიერი. აკვირდებოდა თავის გულს და ნახა, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანები ქმნიან, კულტურა იქნება, რელიგია იქნება, თუ სხვა, ეს არის შედეგი ჩვენს გულში არსებული უმთავრესი დრაივისა, სხვაზე გაბატონების სურვილი. აი, პირველი ნიჩეს ფილოსოფიის არის. მეორე ასეთი ფილოსოფოსი ეს გახლავთ ფროიდი. ჩვენ ვიცით, რომ ფროიდი ვინ იყო? ფროიდი იყო ფსიქოანალიზის დამაარსებელი, ძალიან დიდი ექიმი, რომელიც აკვირდებოდა უამრავი პაციენტი ყავდა და კურნალობდა ისტერიულ ქალებს. ამავე დროს ჰქონდა ძალიან დიდი განათლება და ლიტერატურული ნიჭი. წერდა უამრავ შრომას, ჰქონდა აკადემიური კარიერა და როგორც გითხარით, დიდი გამოცდილება სამედიცინო. თვითონ ეხლა რო ვთქვათ, რომ ძალიან მექალთანე იყო და ბევრ ქალთან ცხოვრობდა, სწორი არ იქნება, უბრალოდ დრო არ ჰქონდა. დრო გითხარით, აკადემიური კარიერა ჰქონდა და ბევრ წიგნებს წერდა, ამის დრო არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ ხო იცოდა მის გულში რა ნებებით ცხოვრობს და ცოტა ინცესტური მიდრეკილებებიც ჰქონდათ, ეს უდაოა, მის ბიოგრაფები ამას წერენ, ამას ჩვენ დაუბრუნდებით. აი, როდესაც ფროიდი აკვირდება თავის თავს, ამბობს ესეთ რაღაცას, განსხვავებით ნიჩესაგან. ადამიანში თავარი დრაივი ეს არის ეროტიული გზნობები, ეროტიული ენერგია, რომელსაც ისახის ლიბიდო. რას ამბობს? რომ ჩვენში ცხოვრობს ეროტიული ენერგია. ყველანაირი ტიპის ენერგია, რომელიც ძალას აძლევს ჩვენს იმპულსებს, გვაძლევს ჩვენს მოქმედებაში, გადაწყვეტილებებში, ეს არის ეროტიული. მაგრამ აი ამ ეროტიულ ძალას არ შეუძლია
დაკმაყოფილება პირდაპირ ჩვენ ცხოვრებისაგან იმით განსხვავდება, წარმოიდგინეთ კაცი და ქალი, ხომ? შეიძლება კაცს მოწონდეს ძალიან ქალი და მაგრამ სოციალური ყოფა ხელს უშლის, რომ სულები აისრულოს. ამიტომ საჭიროა აი ამ ეროტიული, სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია. სუბლიმაცია ეს ლათინური სიტყვა და გაკეთილშობილებას ნიშნავს. ანუ ის უნდა გამოვლინდეს, რაღაცა გამოსავალი ყოფოს. ან სექსუალურ ცხოვრებაში, ან კიდე გადაითარგმნოს, სუბლიმირება მოხდეს, ამაღლდეს თავისთავად და გამოვლინდეს ხელოვნებაში. აი მაგალითად რომ მოიყვანოთ სტენდალი. სტენდალს უყვარდა ძალიან ქალი, მაგრამ ან თავისი ხასიათის გამო, ან იმის გამო, რომ დაკავებული იყო, რა თქმა უნდა, დიპლომატიაში მუშაობდა, თქო, იტალიაში ცხოვრობდა, ბევრს წერდა, შეიძლება არ ქონდა მის დრო, თუ რაღაც ხასიათის შეებუშლიდა მას. ამიტომ ეს ქალებისადმი სიყვარული გადაითარგმნა მის შედევრებში, რომანებში. აი თქვა, ჩვენ თუ ნახავთ, პარმის სავანე იქნება, თუ წითელი და შავი და სხვა რომანებში ვის აღწერს ახალგაზრდა ძალიან ლამაზ კაცს, რომელიც უყვარს ძალიან ქალებს და ყველაფერს აკეთებენ მისთვის. ანუ რას თვითონ გულში უნდა და რასაც ესწრაფოდა, რა კი თვითონ ვერ აისრულა, ის გადაიტანა რომანებში, ასე დაიბადა ხელოვნება. აი ფროიდი ამბობს, ასე იბადება ხელოვნება. აი ასეთი ტოტემი და ტაბუ ალბათ ჩვენ ყველას გაგვიგია ეს სიტყვები, რომელსაც ხმარობს ფროიდი და ეს სიტყვები ადრე არსებობდა, ეთნოგრაფმა და რელიგიამცოდნეებმა იციან, მაგრამ აი პოპულარული გახდა ფროიდი. ფროიდი რას ამბობს? ყველა კულტურის არსი დაიყვანება აკრძალვაზე. და ჩვენში რო არსებობს ეს თუხთუხებს ენერგია, თქო, ეროტიული, სექსუალური, მისი დაკმაყოფილება არ შეგვიძლია ყველგან, ამიტომ იბადება აკრძალვები. რომ ბრმად ცხოველებით არ მივსდიოთ აი ამ ნებებს. აი ამ აკრძალვებს სჭირდება დასაბუთება. ავტორიტეტი, ეს არის რელიგია, ეს არის ხელოვნება, ან ღმერთის სახელით, ან რაღაც ისტორიების სახელით უნდა აიკრძალოს. ასე დაიბადა ტოტემი და ტაბუ. კულტურა ფროიდი ამბობს, კულტურა იბადება ბუნების საწინააღმდეგო. ბუნება ეს არის აი რაღაც ძალა, მიდრეკილება ჩვენში არსებული ნებები. და კულტურა იბადება მისი შეზღუდვით. აი ჩვენ ვავიღოთ, თქვა, ძველი აღქმა რა არის, ათიმცნება, არაკლა, არაიპარო, არაიქურდო და ასე შემდეგ. ნებისმიერ სხვა რელიგიაში თუ წახვალ, ნახავ რომ იქაც აკრძალვებია. ადამიანს მოუწოდებს ყველა ფილოსოფიური სისტემას ნეობრივი, ყველა რელიგია ადამიანს მოუწოდებს დადგეს თავის ქვენა გზნობებზე, ემოციებზე მაღლა. აი ასე იბადება, ესე იგი. ფროიდი ლაპარაკობს, როგორც კულტურა, ასევე რელიგია იბადება აკრძალვების შედეგად, აი ტოტემი და ტაბუ. ჩვენ არ შეგვიძლია გვიგრძალავს რელიგია იქნება თუ ფილოსოფიური სისტემა, თუ ძველი ტრადიციული რწმენები, რომ ტაბუ რა არის? დადებულია, რომ ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება და ტოტემი ყველაფრის ჭამა, ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება. აი ასე იბადება კულტურა. ასე ფროიდი ამბობს, თუ შენ გინდა გაიგო, რატომ ცხოვრობს ადამიანები ასე? რატომ იქმნება ასეთი კულტურა? რატომ არსებობს რელიგიები? უნდა გაითვალისწინო, რომ ადამიანი ცხოვრობს არა გონებით, გონების კარნახით, არამედ პირიქით, და ეს ნება, სექსუალური ნება აიძულებს და აკეთოს ისაც აკეთებს და გონება მიუთითებს, როდის, როგორ და რა შემთხვევაში შეიძლება აი ამ სულების აღსრულება. ეს არის მეორე, ესე იგი, ფროიდი ლაპარაკობს აი სიამოვნებისადმი სწრაფვაზე და აქ ყველაზე მთავარი არის სექსუალური. მესამე განვიხილოთ ახლა მარქსი. მარქსი იყო ებრაელი, იუდეული თავის წარმოშობით. წარმატებული, რომლის ბაბუა გახდა ქრისტიანი. მაგრამ აი ეს ებრაული კულტურა, მენტალიტეტი ჰქონდა შემორჩენილი. აი თუ ჩვენ ვკითხულობთ ძველ წიგნებს, აი შუა საუკუნეებზე, სადაც აღწერილია ებრაელების ცხოვრება, ნახავთ რომ სპეციფიკური ცხოვრების წესები, ეს მათი ბრალი არ არის. საქმე რაშია? აი შუა საუკუნეებში ებრაელს ეკრძალებოდა ეყიდა მიწა, ან შესულიყო მეფის სამსახურში. ამიტომ ერთადერთი რითაც შეიძლება ის დაკავებულიყო და სოციალური წონა მოეპოვებია, ეს იყო სიმდიდრის დაგროვება. აი როცა დაიბადებოდა, თქვა, ებრაელი მამეუბნებოდა შვილს, შენ ცხოვრობ მტრულ გარემოში, უცხო გარემოში. ყველგან უმცირესობა ხარ, დევნილი ხარ, შენი სამშობლო არ აქვს. სადაც ცხოვრობ, იქ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც არ უყვარ ხარ, რომელიც ზად არის დაგჩაგროს, გადაგთელოს. თუ გინდა რომ იყო დაცული, პატივცემული და შეინარჩუნო ღირსება, უნდა გამდიჟდე. რატომ იყო ესე? იმიტომ რომ ქრისტიანები გწალავდა ფულის გასესხებას პროცენტით, ხომ და ეს შეეძლოთ ებრაელებს. ამიტომ ამაში დაინახეს თავიანთი ნიშა, რომ გამდიდრებულიყო. და ბავშვი აი შუა საუკუნეებიდან ებრაელი იზრდებოდა იმ აზრით, რომ ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში ეს არის ფული და აგროვება და სხვანაირად ვერ გაძლებ. გარშემომგლები ხავს. ეს პოზიცია გრძელდება ეხლა, ცოტა სახე შეიცვალა, ხშირად ინტერვიუებს ეკითხებიან, თქვა ებრაელებს, რომ რატომ არის, რომ
ასე ბევრი მეცნიერი, თქვა ნობელის პრემიის ლაურეატი, ან დიდი მსახიობი ოსკაროსანი, ან ესეთი გამოჩენილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, მწერლები, მსახიობები, იურისტები და შემდეგ რატომ არიან, რომ მათში არის ძალიან მაღალი პროცენტი აი ამ ებრაელებისა. და ისინი ამბობენ ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი პედაგოგიური სისტემაა. თუ ადრე ელაპარაკებდნენ ფული და დააგრო, ეხლა ლოგიკა შეიცვალა, ეხლა ეუბნებიან, რომ შენ ისევ ტყის გარემოში ხარ, შენ სამშობლოში არ ცხოვრობ. იმისათვის რომ შეინარჩუნო შენი სტატუსი, პატივისცემა და იყო დაცული, სადღაც მიაღწია წარმატებას იქნება ეს ბიზნესი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია, ექიმი და შემდეგ. პატარა ბავშვები ზდიან აი ამ პოზიციით რომ მიაღწიოს სადღაც წარმატებას და როგორც კი შეამჩნევენ რაღაც სფეროში ნიშს გამოავლეს, მაქსიმალურად ცდილობენ რომ ხელი შეუწყონ და იქ განვითარდეს. ამიტომ ლაპარაკობთ ჩვენ ვიცით პოსტკომუნისტურების სახელმწიფოში ცხოვრობ და ვიცით მარქსი რასაც ამბობდა. მარქსი ამბობდა რომ არ დაიჯეროთ რომ ისტორიას განაგებს დიდი იდეები, დიდი ადამიანები და შეხედულებები. ეს ყველაფერი ზედნაშენია. პირველადი რაც ისტორიას წარმართავს, ეს არის სიხარბე. სიხარბე ვლინდება რაში? არის ორი კატეგორია ადამიანებს, რაც აიბადებიან, მდიდარი და ღარიბი. და მდიდარს უნდა თავის სიმდიდრე და პოზიცია, პრივილეგიები შეინარჩუნოს, ღარიბს შურს და უნდა ეს სიმდიდრე ჩაიგდოს ხელში და წაართოს. აი ეს არის აი კლასთა ბრძოლა, არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ისტორიას წარმართავს. დანარჩენი ფილოსოფია, კულტურა, ყველაფერი ეს ზედნაშენია. აი ესეთ რაღაცას ამბობდა მარქსი. როგორ უნდა შეინარჩუნოს დიდარმა თავისი პოზიცია, გავლენა და უპირატესობა. ხოლმე იარაღით არ შეიძლება, კულტურა უნდა შექმნა, აი გრამში იყო მიმდევარი მარქსის, რომელმაც იყო ცნობილია, იმიტომ ზუსტად აი თქვა, რომ დომინაცია შეიძლება მხოლოდ კულტურით. აი როგორ ხდება ეს? აი ჩვენ ძალიან პრიმიტიული მაგალითს ხედავთ ამისას, თქვათ, კაცი ადამიანში. ლუარსაბ თათქალიძე რა შეუნება თავის მსახურს. აი ხო ხედავ, თითებიო, სხვადასხვა სიგრძის მოქცა ღმერთო, თითებს შორისაც არ არის თანასწორობა, ეს იმას ნიშნავს, თუ თითებში არ არის თანასწორობა, ადამიანებს არ შეიძლება თანასწორი იყოს. ეს ეგ როგორც გითხარ, მე ამიტავი და პრიმიტიულია, მაგრამ რას ამბობს ამით ლუარსაბ თათქალიძე? უნდა გაამართლოს ის, რომ თვითონ არის თავადი, მისი მსახურები და მოურავები ასე მორჩილებიან, ისეთივე სტატუსი არ აქვს. აი ამას ამბობდა ზუსტად მარქსი. მთელი ეს კულტურა, ლიტერატურა იქნებოდა, რომ ადამიანებს დაანახოს, რომ ეს ბუნებრივია, რომ ვიღაცა უნდა იყოს დიდარი, ვიღაცა უნდა იყოს ღარიბი, ვიღაცა ბატონობდეს ერთი მეორე. და რელიგიაც ამიტომ შეიქმნა ზუსტად. აი გავიყოთ მაგალითი. ქრისტიანობა, ხო? ქრისტიანობა ეუბნება ადამიანს, მე რა შენ რო ღარიბი ხარ, მადლობით მიიღე ეს, თუ ამას მოითმენ, არ გაბროტები, მე სათავსოში ცხონდები და კარგად იქნება. რელიგია ოპიუმიაო, ხო ამბობდა, ესე ნახეთ მარქსი ამ შემთხვევაში ლაპარაკობს. აბსოლუტურად ყველაფერი არის კლასთა ბრძოლის შედეგი. ეს არის თავი დრავი, მოტორი ისტორიისა და აი ეს კლასთა ბრძოლა განპირობებულია სიხარბით. ჩვენს გულში, სინამდვილეში ბატონობს სიხარბე. აი, მივიღეთ სამი თავისთავად ფილოსოფოსებს ეძახიან, მაგრამ ეს არის ნიცშე, ფროიდი და მარქსი. ერთი ლაპარაკობს, რომ ჩვენი დრაივი ეს არის ამპარტავნება, მეორე ლაპარაკობს ეს არის სიამოვნების განცდა და მესამე არის სიხარბე. ანუ რასაც წინამები ამობენ, ამათ ფილოსოფიურად გააფორმეს და ამიტომ არიან ისინი ყველაზე. ეხლა რა უნდა თქვა? აი ესენი ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ვართ მეცნიერები და ფილოსოფოსები. მარქსი ლაპარაკობდა, რომ ჩემი თეორია აგებულია ეფუძნება სმიტის და რიკარდოს ეკონომიურ მოძღვრებას და ჰეგელის ფილოსოფიას, დიალექტიკას. ფროიდი ლაპარაკობდა, მე ვარ მეცნიერი, დაფუძნებულია ჩემი მოძღვრება მედიცინაზე, ასევე ფილოსოფიაზე, პლატონზე და ასე შემდეგ. ნიცშეს ესე ლაპარაკობდა, მე ვარ ფილოსოფოსი და წაიკითხა პუანკარეს მათემატიკოსის დინამიურ სისტემებზე, თქვა რომ აი ჩემი ეს მარადიული დაბრუნებაზე, მასე არ გვინდა ხეთეტალებში წასვლა, ეფუძნება ფილოსოფიას და მეცნიერებას. მაგრამ ეს ძალიან მცდარი. ისინი არ არიან არც მეცნიერები და არც ფილოსოფოსები. ისინი არიან იდეოლოგი. როგორ უნდა განვასხვაოთ იდეოლოგია მეცნიერების და ფილოსოფიისაგან? არის ძალიან დიდი გავლენიანი ფილოსოფოსი პოპერი. პოპერი რომელმაც თქვა, რომ აი სამი ეგრეთ წოდებული ფილოსოფია, ნიცშე, ფროიდი და მარქსი არის უფრო იდეოლოგიები, ვიდრე მეცნიერება და ფილოსოფია. რატო ლაპარაკობ და აი ნახოთ როგორ ვითარდება მეცნიერება. მეცნიერები აღმოაჩენენ რაღაც ფაქტებს და მერე იქმნება უამრავი თეორიები, ჰიპოთეტური თეორიები, რომელმაც უნდა ახსნას ეს მეცნიერული ფაქტები. ამ თეორიებიდან რომელიც ყველაზე კარგად ახსნის, ის იქნება ოფიციალური თეორია მეცნიერული. მეცნიერება ვითარდება როგორ? რაღაც ფაქტები რო არის, მოდის უამრავი ჰიპოთეზა ამ ჰიპოთეზების დასამარებით. ესე ყოველთვის აი რაღაც მეცნიერულ ფაქტს აღმოაჩენენ, მერე მისი ახსნა ასაშიო, წარმოიშვება რამოდენიმე ჰიპოთეზა. მეცნიერება ვითარდება როგორ? აი ამ ჰიპოთეზებიდან ყველას ფალსიფიკაციით, ანუ გამტყუნებით ერთის გარდა. რაც უფრო ჭკვიანურად აკრიტიკებ მეცნიერებას, აი მის მიერ წამოყენებულ ჰიპოთეზებს, მით უფრო ვითარდება. ეს არის ბიძგი მეცნიერებისა, მსჯელობა.
მეცნიერება ვითარდება იმით, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას პასუხობს რაციონალური მსჯელობით. ეს არის ყველაზე ფუნდამენტალური დრაივი. მეცნიერების განვითარება იგივეა ფილოსოფია. ფილოსოფოსი ხდება გავლენიანი უფრო ხვეწს თავის მოძღვრებას კრიტიკის შემდეგ. ისაც ეფუძნება გონებას, რაციოს. მისი ძალა არის ლოგიკურ მსჯელობაში, ანუ მის წინააღმდეგ დასმულ კითხვას პასუხობს წარმატებით, არგუმენტირებულად. მაგრამ იდეოლოგია ესეთი ფენომენი არაა. იდეოლოგია რწმენას ეფუძნება. აი რწმენის თვისება რა არის? ჩვენ ვართ ქრისტიანები და გვწავს გამოცხადებითი ჭეშმარიტება, რომელიც გვეთისგან მივიღეთ, ხო? რომ მოდი შენთან კაცი შეიძლება ჭკვერად რაღაცებს არგუმენტები მოაქვს. შენს წინააღმდეგ არ გჯერა ამ ადამიანისა. იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი წყარო უფრო დიდი მაღალია ღმერთი და ამ კაცს ელაპარაკები, რომ შენ ერეტიკოსი ხარ და არ ხარ ქრისტიანი და აღარ აგრძელებ ლაპარაკს, ხო? რატო? იმიტომ ჩვენ ავტორიტეტი ყავს ღმერთი, მაგრამ იდეოლოგიას ბუნება ესეთი აღონ ავტორიტეტი არ აქვს. იცით რა არის? აი იდეოლოგები გეუბნება, როდესაც შენ მასთან მიდიხარ და იწყებ მის კრიტიკას, რაციონალურად არ გპასუხობს, უბრალოდ გეუბნება, რომ შენ არასწორი ხარ, არაკაცი ხარ, შენთან არ მინდა ლაპარაკი. შენ ადამიანობის ღირსიც არ ხარ. აი მაგალითად, აი როგორც კომუნისტები იქცეოდნენ. მაგალითად მიდის ადამიანი და ელაპარაკება მარქსის. და ეუბნება, როგორაა ყველაფერი ღარიბის და დიდარის ბრძოლა, ყველაფერი ამაზე როგორ დაიყვანება, ჩვენ გვიყვარს სამშობლო, გვიყვარს კულტურა, ადამიანები თავს წირავდნენ მისი სამშობლოსთვის, სამართლიანობისთვის, თქვა, ან თავისი კულტურა, რელიგია და ასე შემდეგ. სამშობლო, ხომ? აღმერთებს ადამიანი. მარქსი არ გეკამათება, გეუბნება, რომ შენ ასე იმიტომ ელაპარაკები, რომ შენ პრივილეგირებული ადამიანებისგან მოდიხარ. და ქმნი ამ თეორიებს შენ მდგომარეობა გაამართლა. ამიტომ შენ ლაპარაკი ღირსიც არ ახარ, მტერი ხარ კლასობრივი. ზუსტად ისევე იქცეოდა ფროიდი. ფროიდთან როცა მიხვდოდა ეთქო, როგორ შეიძლება დაიყვანო ყველაფერი გაუკუღმართებელ ეროტიულ გზნობაზე. ამაში ინცესტოს გულისხმობდა მე გეტყვით რა შეგმარებს ეს. აი ფროიდი პასუხობდა რა შეცხვენია ამისა. იმიტომ შენ რომ მე მეკამათები, ეს შენ წინააღმდეგ კი ალაპარაკო, შენ სასარგებლოდ ლაპარაკო. თუ მეთანხმები ძალიანაც კარგი, ეს ისტორია. მაგრამ თუ მე წინააღმდეგები, ამ შემთხვევაშიც მე ვარ სწორი, იმიტომ რომ შენ გალაპარაკებს სიცხვილი. აი შენ რო ქვეცნობიერში გადაგაკ შენი ეროტიული მისწრაფებები და მალავ მას. აი ეს შენ სასარგებლოდ ლაპარაკო. იგივეს ამბობდა ნიშე. აი როდესაც ნიშესთან მიდიოდა ელაპარაკა, აი როგორაა ადამიანი, როგორაა გაჩენილი მარტო ბატონობისთვის. აი ნიშეს ეუბნებოდა. ადამიანის სიმპათიური არსება. სიმპათიური ამ შემთხვევაში ემპათიური არსება. ანუ რა, როდესაც ხედავს ხვის ტანჯვას განიცდის მას. და თანაუგრძნობს. აი პატარა ბავშვი, როდესაც მეორე პატარა ბავშვი ხედავს ტირის, ისის ტირილს იწყებს თანაგრძნობის ემპათიის გამო. ან თუ ადამიანი ეგოიზმით არაა დაკავებული თავის კერძოსაკენ. აი მაგრამ თეატრში მიდის. და იქ ხედავს, რომ ვიღაცას უსამართლოდ ჩაგრავენ. ან რაღაც ტრაგედია ხდება, ტირილს იწყებს. ადამიანები ტირილს იწყებენ, გამოგონებული პერსონაჟი, აი კინგ-კონგი რო ხდება, ზოგიერთი ბავშვი ტირილს იწყებს კინოში, ხო? აი ეს ეუბნება, რომ ადამიანი ემპათიური არსებაა და ჩვენი მთავარი დრაივი სხვაზე გაბატონება, სხვისი დაჩაგვრა კი არა, არამედ თანაგრძნობა. ნიჩე გეტყოდა, ასე იმიტომ ველაპარაკები რომ სუსტი ხარ, არ გაწყობს. არ გაწყობს ბუნების ფუნდამენტალური პრინციპი იცხოვრო, ნიშნავს ვიღაცა დაჩაგრო. და შენი სისუსტე გაამართლო, ამიტომ ელაპარაკები ეს რაღაც. ესე ხედავთ, იდეოლოგია რითი განსხვავდება მეცნიერების და ფილოსოფიისაგან, რომ ის იყენებს არა არგუმენტებს, არამედ რწმენას. აი წამს რომ ეს ესეა. თავის გულში ხედავს, მისი წყარო არის არა გონება, გონების არგუმენტაცია, არამედ მისი ინდივიდუალური გამოცდილება, რომელსაც გულში ხედავს. აი ნების მონაა და ამიტომ. აი ეს არის იდეოლოგიის თვისება. მაგრამ იდეოლოგიების არსი რა შემდგომარეობს? იდეოლოგია გაძლევს ახალ კონცეფციას, რომ რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება. ასე არიბადება იდეოლოგია. იდეოლოგიები მოდიან ძველი რწმენის დასანგრევად. იმიტომ რომ თუ გინდა რომ შენ ადამიანებს ახალი ტიპის ცხოვრება დააწყებინო, რადიკალურად შეცვალო მისი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა თავი უნდა შეუცვალო. მისი აზრები უნდა შეცვალო, ანუ უნდა გამოაცალო ის შეხედულებები, ის წვენა, რაზეც თავის ფასეულობებს აფუძნებდა. იდეოლოგია შეიქმნა ევროპაში, ისინი უპირველეს ყოვლისა ქრისტიანობას ეწინააღმდეგებენ. სინამდვილეში ეს სამი ფილოსოფოსი არის იდეოლოგი, რომელიც მთელ თავის ენერგიას მიმართავს ქრისტიანობის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ გეგმაში აქვს რადიკალურად შეცვალოს ყველაფერი. ნიჩე ლაპარაკობდა, მე ვარ ფილოსოფოსი, რომელიც დინამიტით ფილოსოფოსობს, ანუ ყველაფერი დინამიტი ახალი გამოგონებული, ყველაფერი დაანგრიოს და ვიტყვით ჩვენ ამას, რომ ახალი რაღაცები მოიტანო. ამისათვის უნდა დაენგრია ის, რასაც ადამიანები თავიანთი შეხედულებებს, ფასეულობებს აფუძნებდნენ აქამდე. ესე იგი უპირისპირდებიან ქრისტიანობას. აი ნახოთ ახლა როგორ ეს დღეს ერთ სიტყვით ლოგიკურად, მაგრამ არასწორია. მე ჩვენ ვიტყვით რატომ. აი ნიჩე, დაკიდავთ ნიჩეს და ნიჩე უპირველეს ყოვლისა უპირისპირდება ქრისტიანობას და რას ამბობს? არავის ისეთი ნეგატიური როლი არ უთამაშია კაცობრიობის ისტორიაში, როგორც ებრაულ რელიგიას და განსაკუთრებით ქრისტიანობას. რატომაა? შელაპარაკობს, ადრე იყო ჯანსაღი ადამიანი. ჯანსაღი ადამიანი რას ნიშნავს? აი რომელია იყო მაგალითად ძველი ბერძენი.
აღმერთებს ძლიერ გამარჯვებულ ამაყ ადამიანს. აი რომელი იპყრობს ყველას, წარმოგიდგენთ რომელი გენერალი რაც ყველა დაიპყრო, ყველა დაემორჩილა, ხედავს ვიღაც მონას რომელიც ორმოს თხრის. ლაპარაკობს რომ ის არის სუდი, მე ვარ კარგი, იმიტომ მე ვარ წარმატებული, ძლიერი, გამოტონებული და ასე შემდეგ. ლაპარაკობს ეს არის ნორმალური მდგომარეობა. მაგრამ რომ დაიპყრო ებრაელები, მათი რელიგია ეუბნება რომ შეხარ რჩეული ხალხი. იახვეს რჩეული ხალხი. და ხედავს ეს ებრაელი, ნიჩე ლაპარაკობს, რომ დამონებული ყავს რომაელებს. უნდა გაამართლოს რაღაც. ერთი ის რომ აი რჩეულია და მეორე რატომ ატონოს მასზე ხალხი, რომელიც მასზე დაბლადგას რომაელები, ხო, ესე მიაჩნია. აი ეს რაღაცნაირად უნდა გაამართლოს. ამიტომ გამოიგონა ორი სიტყვა, კეთილი და ბოროტი. აი ეს რაღაცას ამბობ. მართალია ეს რომაელი ჩემზე ძლიერია და ჩაგრავს, მაგრამ სამაგრად მე უკეთესი ვარ მას. რატომ? იმიტომ რომ მე ვარ კეთილი, თანამგზნობი, მორჩილი, თვინიერი. ეს რომაელი, რომელიც გაბატონებული არის ბოროტი, თავკერძა, ეგოისტი, ჩაგვრელი და ასე შემდეგ, ის არის ბოროტი, მე ვარ კეთილი. ანუ გაამართლა ეს მდგომარეობა. მეორე, რატომ დაუშვა იახვემ ღმერთმა რომ ეს რომაელი ბატონობს შენზე? იმიტომ რომ მე არასწორად ვცხოვრობ. სინდისის სხვა შემოიტანეს. ამიტომ გადააგვარესო ადამიანი. ეს რომელი ფრაზაა აქ, რომ აი ამაყი გამარჯვებული რომაელი საოცოდა ბიურგერ გერმანელად აქციეს, სალამ პირველ და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ამდე ევროპაში გერმანელებს ჰქონდათ რეპუტაცია, რომ ძალიან გულჩული ხალხი იყო. აი ამას ლაპარაკობს, გადაგვარება მოხდა, დეგრადაცია. განსაკუთრებით ქრისტიანობა მითამაშა ეს ცუდი როლი, და ქრისტიანობა ეს არის კულტი საკუთარი ცოდვილობისა და თავდაბლობისა. ასეთი ხალხი დასუსტებულია. როგორ გაუძლებს კონკურენციას ადამიანი, რომელიც თავდაბალია, ფიქრობს, რომ სხვას უნდა ემსახუროს, მისი ცხოვრების მიზანი სხვაზე მსახურება უნდა იყოს და თავდაბალი და ასე შემდეგ. ესო დეგრადაციაა. ქრისტიანობამ მოიტანა დეგრადაცია, ქრისტიანობამ და ებრაულმა რელიგიამ მათ შემოიტანეს აი სიკეთის და ბოროტების თემა, რაც პლატონმა გააკეთა ანტიკურ სამყაროში, მაგრამ ისეთი ძალით არა, როგორც ეს იუდაიზმი და ქრისტიანობა. ნათნიერ შესრულებული როლი გავს ალკოჰოლსო. აი წარმოგიდგენთ ადამიანი, რომელსაც ვერ მიაღწია, ვერ გამდიდდა, თქვა ბევრი ფული არ აქვს, ან კარიერა ვერ გაიკეთა, ხომ? ზოგიერთი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, მიდის ბარში ან რესტორანში სვამს ლუდს და აი ალკოჰოლით იკლავს აი ამ ბოღას, რომელიც გულში აქვს წარუმატებლობისა. ვინც ქრისტიანია, ან იუდეველია, ის იმართლებს თავს. აი ღმერთი გეუბნება, რომ თქვა თუ ფული ვერ დააგროვა, რომ ეს მამონის სახურება, ადამიანის ცხოვრება არ უნდა იყოს სიმბილის დაგროვა, მიზანი ცხოვრებისა. თუ წარმატებას ვერ მიაღწია, თქვა რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არ უნდა იყოს წარმატების მიღწევა და ამპარტავნება და ასე შემდეგ. ეს არის რელიგია სუსტი ადამიანებისა, რათა გაამართლონ ან ალკოჰოლით, ან თავიანთი რელიგიით, თავიანთი წარუმატებლობებით. ალკოჰოლი და ქრისტიანობა და ეს იუდაიზმი ერთ-ერთი როლს ასრულებდა დეგრადაციის როლს. მარქსე უკვე თქვით ჩვენ. მარქსი ლაპარაკობდა, რომ აი რელიგიის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ჩაგრული ადამიანები ყოფილიყვნენ უწრინველი. აი ჩაგრება, ვიღაცა გამოშვებს გართმევს ფულს და რელიგია შეიქმნება. იმიტომ რომ ეს ღმერთის განგებულება, ზოგი მდიდარი უნდა იყოს, ზოგი ღარიბით და შენ ამ მდგომარეობაში ხარ თუ ამას უწრინველად გადაიტან მადლიერებით და მორჩილებით, მანე სათასასწრებელი გელოდება. აი ამისთვისა, ვინც მდიდარია ის ლაპარაკობს, რომ ეს ღმერთმა მოუწამე და შეინარჩუნო თავიანთი მდგომარეობა. სინამდვილეში არის ოპიუმის დამბლასწებს ადამიანებს. აი ასეთი ადამიანები როგორ შეცვლიან თავიანთ მდგომარეობას და არასოდეს არ აჯანყდებიან, არ აღიხსებიან სიძულვილით მისი ჩაგვრელის მიმართ. ფროიდი რაც ამბობდა? ფროიდი ამბობდა, რომ საერთოდ რელიგია ეს არის უნივერსალური ობსესიური ნერვოზი. ადამიანები მიმართავენ რელიგიას, რომ განეკრούν და პირიქით აკეთებს, რომ რელიგია ადანაშაულებს. ნახეს ახლა რა. აი ხო გითხარით, რომ ისინი ლაპარაკობენ, რომ ჩვენ მეცნიერები ვართო. არც ერთი მეცნიერი არა აქ და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა. აი ფროიდით დავიწყო. ფროიდი ლაპარაკობს ეს რაღაც. უნდა დაანახოს ყველას, რომ ქრისტიანობა არის უნივერსალური ობსესიური ნევროზი, ხომ? და რას ამბობს ის? საიდან წარმოიშვა ქრისტიანობა და სხვა რელიგიები? ესეთი ლოგიკა აქვს ფროიდს. თუ ადამიანში ყველაფერი არის ეროტიული გზნობა, ეს მისგან დამოუკიდებელი ეროტიული ენერგიაა, ხო? არსებობს შენში ეროტიული ენერგია. აი დაიბადა პატარა ბიჭი. საფუძველი მისი ყველა ემოციისა, ყველა გზნობის, ყველა მისწრაფების არის ეროტიული ენერგია. ეს რაში გამომჟღავდება? უყვარს ეროტიული სიყვარული საკუთარი დედოფლისგან არ შეუძლია. ეს არჩევანი კი არაა მისი შეგნებული. შეუცნობელად აქვს. მას აქვს მისწრაფება ეროტიული საკუთარი დედისგან. შეიძლება ცხვენოდეს ამის და ქვეცნობიერია ეს, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია. თუ სიყვარულის ბუნება ეროტიულია ყოველთვის. რაკი დედა უყვარს ეროტიული სიყვარული, მამას აღიქვამს როგორც მოწინააღმდეგეს. და მასში ცხოვრობს ორი ინსტინქტი, ეს არის ინცესტური მისწრაფება დედისადმი და პარიციდული, ანუ მამის მოკვლის სული, გაუთვისნობიერებელი. ეს ყველა ადამიანში ცხოვრობს და ამის უნივერსალური სიმბოლო ეს არის მითი ბერძნებისა ოიდიპოსის.
სინამდვილეში ოიდიპოს ვიცის სხვა რამეზე ლაპარაკობს, ფროიდი ამას ამბობს. აი, ბერძნებმა მითოლოგიური ერით გამოსახეს ის, რაც ყველა ადამიანში ცხოვრობს, ეს არის ინცესტური მიდრეკილება და პარიციდული. ეთნოგრაფია და ანთროპოლოგია არ იცნობს ესეთ რაღაცას, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ეს ესეა ფროიდი. როგორი მეცნიერია. თავის რაღაც თეორია მოუვიდა, განიხილეს მითი ბერძნული და ამტკიცებს, რომ ყველგან ესეა. ყველგან ადამიანებმა მოკლეს საკუთარი მამა, შეირთეს სწორად დედა და მე დაეწყო სინდისის ქეჯნა და გააღმერთეს არი მამა, ამიტომ არის რომ მამას ეძახის ქრისტიანები. აქედან გამოსავალი ეს არის სიზმრები, ფსიქოანალიზი დააწვედა თავის პაციენტებს და ალაპარაკებდა სიზმრებს, თავის რაღაც ბავშვობის განცდებს და ამით განკურნავდა. თან სიზმრების ახსნას არავითარი მეცნიერული ალგორითმი არ არსებობს. მარქსიც არ არის მეცნიერული. არსებობს წერილებია შემორჩენილი, რომ ამერიკელებმა, როდესაც მარქსმა დაწერა ეს, რომ აი ქრისტიანობა შექმნეს იმისას, რომ მონობა გაამართლოს, ამერიკელებმა, რომელიც მონათმფლობელები იყვნენ, ჰერ მარქსო, თქვენ არ ახართ სწორიო. ჩვენ ვიცით ეს ყველაზე კარგად, როდესაც აფრიკიდან შემოყავს მონები, ქრისტიანობას არ ვასწავლით, იმიტომ რომ ქრისტიანობა ამბობს, რომ ყველა ადამიანი ღმერთისაგან შექმნილი თანასწორია. ეს რომ მონას ვასწავლით, პროტესტი გაუჩნდება. ჩვენ ვცდილობთ რომ შეინარჩუნოს თავიანთი აფრიკული რელიგია, იმიტომ იქ აფრიკულ რელიგიაში ზოგიერთი ნიანგის თავმავალია, ზოგი არწივი, ზოგი ღმერთის და იქ უთანასწორობა რელიგიურადაა გამართლებული. ქრისტიანობა არ ამართლებს ერთი ადამიანის ბატონობას მეორეზე, იმიტომ როგორც გითხარით, ქრისტიანობა სიყვარულის და თანასწორობის რელიგია. ძველი ახმარით იწყება ებრაელი ხალხის განთავისუფლება, ღმერთი ეხმარება ეგვიპტის მონობისაგან. ხო, თავისუფლების რელიგიაა ქრისტიანობა და არა მონობის. და ჩვენ ვხედავთ, ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა დასაწყისში ვრცელდებოდა ინტელექტუალურ წრეებში, იმიტომ რომ ბერძნულ ენაზე ვრცელდებოდა და ეს ბერძნული ენა ყველგან იცოდა ელიტამ, ხო? მერე გადავიდა ხალხში. წარმართობის სიმბოლო ეს არის პაგანიზმი, ევროპულ ენებში. პაგან ნიშნავს გლეხს. ეს რას ამბობენ? პირველად ქრისტიანობა რო ვრცელდებოდა ქალაქში, ურბანულ წრეში და მაღალ საზოგადოებაში, რომ წერა-კითხვა იცოდა ბერძნული იცოდა. ყველაზე გვიან გაქრისტიანდა აი ეს გლეხობა. პაგანიზმი აქედან მოდის. არამეცნიერული ფაქტია, რაზეც მარქსი ლაპარაკობს. ასევე არამეცნიერულია ნიცშეს. то ნიცშე დრო არ მაქვს მარადიული დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. რომელიც თავისთავად არამეცნიერული. ეხლა რო დავამთავრო საქმე რაშია. ჩვენ რა ვთქვით, რომ რელიგიაში ადამიანი სარკეს უყურებს. როგორ უნდა იყოს თვითონ, ხო? ადამიანის რელიგია არის სარკე, სადაც მის იდეალურ სახეს ხედავს. ამიტომ ის ვინც ქრისტიანობას ანგრევს უპირველეს ყოვლისა წარმოდგენას ადამიანს და მართლაც ესე მოხდა. აი ნიცშე რას ამბობდა, რომ ნორმალური ადამიანი ეს არის, რომელიც უარყოფს სინდისის ხმას. არ უნდა მისდიდოს სინდისის ხმა სიმპტომია შენი დეგრადაციისა. თუ შენ ვიღაცა გეწოდება სინდისის ხმა გეუბნება, რომ შენ სასარგებლოდ სხვა არ გამოიყენო, სხვა არ დაჩაგრო, ეს უკვე დეგრადირებული ადამიანი ხარ. ყველა ფსიქოლოგმა იცის ეს და ფსიქიატრებმა, რომ სინდისის ხმის ჩაკლა არ არსებობა სინდისის ხმისა გაუთვალისწინებაა. ეს არის ფსიქოპათების და შეშლების ყველაზე უმთავრესი სიმპტომი. შემთხვევითი არა, რომ ნიცშე თვითონ სულით ავადმყოფი იყო დიაგნოზირებული ოფიციალურად. და მისი ცხოვრების 10 წელი გაატარა როგორც შეშლილმა. აი ფროიდი რას ამბობდა? ფროიდი სხვადასხვა სკოლაში შეგნებული იყო ადამიანის დამცირებაში. თვითონ ახლა ოფიციალურად ამას ალაპარაკობდა, მაგრამ მის მეგობარს მიწერა წელი და თქვა, რომ მე ყველაზე მეტად დავამცირე ადამიანებით ჩავეცი מחვილიო. გაბრაზებული იყო, რომ ნობელის პრემია არ მიცეს. ეს რაღაც ამბობდა, სამმა კაცმა ყველაზე მეტად ჩაცა מחვილი ადამიანსო. ეს იყო დარვინი, კოპერნიკი და მეო. მაგრამ ჩემი מחვილი ყველაზე უფრო მტკინეული და მჭრელი იყო. რას გულისხმობდა? ადრე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვართ შესაქმნის გვირგვინი, ამიტომ დედამიწა ეს არის სამყაროს ცენტრი, მაგრამ კოპერნიკმა აღმოაჩინა დედამიწა არის პერიფერიაზე. ეს პირველი מחვილი იყო ადამიანურ სიამაყეზე. მეორე დარვინმა ადამიანებს უთხრა, თქვენ ღმერთის თავმავალი კი არა ხართ, როგორც ლაპარაკობთ, არა მაიმუნებისგან მოდიან. და მეო საბოლოო ყველაზე მტკინეული מחვილი ჩავეცი ადამიანებს, იმიტომ რომ უთხარიო, რომ თქვენ მართალია ცხოველებისგან მოდიხარ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ცხოველებს აღემატებით და გონება გაქვთ. მაგრამ ეს გონებაა ზუსტად თქვენი ტანჯვის წყარო. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფილოსოფია იქნება, ეთიკა იქნება, თუ სხვა ყველა ადამიანებს ასწავლის, უფრო მაღლა დადგნენ, ვიდრე მისი ქვენა გზნობებია, ხო? ფროიდი ლაპარაკობს რას? ეხლა აშკარა გარყვნებას არ ქადაგებდა, მაგრამ ამბობდა, რომ ის რაც ადამიანებში ყველაზე მეტად იწევს ნერვოს, ეს არის სუპერეგო, სუპერეგო ანუ სინდისი. აი სუპერეგო ყალიბდება, როცა შობლები უკძალავენ, პატარა ბავშვს არ გააკეთო, ეს ცუდია და შენ. რაც უფრო მეც უკძალავ ბავშვს. თამაშობენ მით უფრო ნევროზული და უფრო ცუდი ხდება. ეს რას ამბობდა? შეატრიალა მთელი ტრადიციული პედაგოგიკა და შეხედულება ფროიდმა. თუ ჩვენ ნახავთ ბერძნული იქნება, ქრისტიანული იქნება, სხვა რელიგიებში ადამიანს ასწავლიან ასკეტიკას, რომ სულის უმაღლესმა ნაწილმა იბატონოს დაბალს და ფროიდი ლაპარაკობს, რომ ეს არასწორია. სულიერი შიჭანშაღე ეს არის შენში არსებული მისწრაფეების ნებების მიყოლა. მაგრამ ზუსტად ეს არის ფსიქიური შეშლილობის და შინაგანი პრობლემების წყარო. აი, წავიგეთ ადამიანი, რომელიც მთელი დღე
ან ნარკოტიკებს მისდევს, ან ქალებს დაძდევს, ან სიხარბე, ამა ზუსტად ასეთ ადამიანებს ეწყება შინაგანი პრობლემა. რაც შეეხება მარქსის ამბობენ, რომ თანამედროვე ეპოქაში იდენტობის კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი ეს არის მარქსიზმის სწავლა. მარქსი უარყოფს ყველაფერს, უარყავით იდენტობა ნაციონალური, რელიგიური, ეროვნული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოგონილია. ერთადერთი იდენტობა ეს არის ან მდიდარი ხარ ან ღარიბი. ჩვენ იდენტობის საფუძველი რა? რო გითხარით, რომ ადამიანი აქსიოლოგიური და სოციალური არსებაა, ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება მაღალი იდეის გარეშე. და მარქსი გეუბნება, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, ზედნაშენია. სინამდვილეში რეალურად მხოლოდ არსებობს მდიდარი და ღარიბი. ყველაფერი სხვა არის მოგონილი, ამიტომ იყო მისი დევიზი, რომ პროლეტარობა ყველა ქვეყნისა შეერთით. ეს ხალხი ებრძოდა ქრისტიანობას, რელიგიას, მაგრამ თვითონ აყალიბებს სინამდვილეში ფსევდორელიგიას. თვითონ არიან ამ რელიგიების წარმომადგენლები. საიდან ჩანს? თვითონ არ ლაპარაკობენ ამას, რომ ღმერთს უარყოფენ და თვითონ აღმერთებენ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ჩანს მათი პრეტენზიებიდან. ისინი პირდებიან ადამიანებს იმას, რის მოცემა მხოლოდ და მხოლოდ რელიგია შეუძლია. ქრისტიანობა რას პირდება ადამიანს? პირველი პირდება სათასასუფეველს, ხო? სამოთხეს, რომლის მიცემა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. მეორე რა არის? ქრისტიანობა თერაპევტული ფუნქცია, ანუ რელიგია ადამიანს კურნავს შინაგანად. და მესამე რა არის ეს? პავლე მოციქული ლაპარაკობს, ახალი ადამიანი უნდა დაიბადოს. მადლის მიერად ნებების დამარცხებით იბადება ახალი ადამიანი. პავლე მოციქული პირდაპირ ლაპარაკობს, რომ შენში უნდა მოკვდეს ძველი ადამიანი და დაიბადოს ახალი ადამი მსგავსი ქრისტესი. ეს პრეტენზია აქვს ამ მოძღვრებებსაც. ნიჩე პირდაპირ ამბობდა, მე მოვედი რათა დავანგრიო ძველი ფასეულები, და ქრისტიანებს და შექმნა ახალი ადამიანი, ზეადამიანი იუბერმენში. ანუ ეხლა ადამიანები გვანან აკლებს, რომელსაც ტვირთით დადიან ეს ძველი ზნეობრივი მოძღვრები, ის უნდა გადავაქციო ლომად. ანუ აპარტავან არსებას და მე ლომი უნდა გადაიქცეს პატარა ბავშვად. ეს პატარა ბავშვი ეს არის არსება, სიმბოლო არსებისა, რომელიც თამაშობს ამ სამყაროში და არ აქვს სიკეთის და ბროტების ხედვა. დაწერა შრომა სიკეთის და ბროტების მიღმა, ხო? ესეთი შრომა არის. ეს პრეტენზია აქვს, რომ ახალი ადამიანი უნდა შექმნა ძველისაგან. ქრისტეს უპირისპირდება, რას ქრისტემ დააფუჭება, უნდა გამოსწოროს ღვთაებრივი პრეტენზია. მარქსში ყველაზე კომიკურად გამოვლინდა ეს რელიგიური ბუნება, ხო? ახალი კომუნიზმი სწორად რელიგიური იდეაა. ეს არის წმენა, რომ ადამიანები შექმნიან სამოთხეს დედამიწაზე. ნახავენ უზარმაზარ სიმდიდრეს, ყველა აიღებს იმას, გაჭირდება დარჩეს, იმუშავებს, ხედა. ამე დააგროვებს სიმდიდრეს და ამ სიმდიდრიდან აიღებს ხოლმე იმას, რაც მას ჭირდება. ესეც რაღაცას ისტორია არის, თუ ეს არის წმენა. წმენა პროგრესისაკენ, რომ სამოთხე დავყარდება დედამიწაზე, რომელსაც არც მეცნიერება და არც ისტორია არ ასაბუთებს. ეს რელიგიური წმენა თვითონ. ბერდიევი ამას ლაპარაკობს, რომ მარქსის ყავს თავისი ღმერთი, თავისი მოსე, თავისი საეკლესიო კრებები, თავისი დოგმები, თავისი მოწამეები და ასე შემდეგ. და ფროიდიც იგივეა. ფროიდი როგორ კურნალებდა თავის პაციენტებს? წამოწავლილი ყავდა შეზლონგზე და იქ ელაპარაკებოდა, ეუბნებოდა, რომ ჩემი სიტყვა, ფსიქოანალიტიკოსის სიტყვა და განმარტება შენი სიზვრების და შენი განცდებისა არის მას აქვს კურნალობის ეფექტი. როგორც ღმერთი განკურნავდა თავისი სიტყვით, იგივე პრეტენზია ჰქონდა ფროიდსაც. ძალიან გამიგრძელდა, ბოდიშ გიხდით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.